საგზაო მოძრაობის წესებში რეგულაციების სხვადასხვა მიმართულებით გამკაცრდა, მოიმატა ჯარიმების ოდენობა. კოდექსში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად დაჯარიმდებიან ავტომობილების მეპატრონეები, თუ მათი სატრანსპორტო საშუალება ზედმეტ ხმაურს იწვევს. ჯარიმის ოდენობა კი 200 ლარით არის განსაზღვრული. კანონის მეორე ნაწილი მაყუჩების ვიზუალურად გადაკეთებას უკავშირდება. ამ შემთხვევაში შესაძლებელია საპატრულო პოლიციამ 200 ლარით დაგაჯარიმოთ. შედეგად კი მართვის მოწმობაზე მინიჭებული ქულათა სისტემიდან 30 ქულად ჩამოგაყლდეთ. მსგავსი ხელოვნური ჩარევა საგზაო ინფრასტრუქტურის ასოციაციის თავმჯდომარის ირაკლი იზორიას თქმით, ადამიანებისთვის გარკვეული დისკომფორტია. ხმაურიანი მაყუჩებით გადაადგილება არის ხმაური დაბინძურება, რაც ადამიანის ნერვულ სისტემაზე მოქმედებს, მით უმეტეს თუ ძილის პროცესში იმყოფება ადამიანი. შესაბამისად ეს დისკომფორტი რომ მოეხსნას მოსახლეობას მოხდება მსგავსი ხელოვნური ჩარევების აკრძალვა. გამკაცრებული ნორმები წესდება ქვეითად მოსიარულეებისთვისაც. იმ შემთხვევაში თუ მაგისტრალებზე გადასვლისას წესების დაცვა იქნება უგულებელყოფილი, დარღვევა არსებულთან შედარებით ორმაგი ჯარიმით განისაზღვრება. მაგისტრალებზე, სადაც ისედაც ინტენსიური და ჩქარი მოძრაობა ფაქტიურად 100 კმ/სთ არის დაშვებული, აქ ჯარიმა იქნება 100 ლარი და განმეორებულ შემთხვევაში 200 ლარი. თუ ჯარიმებს ვდით, შესაბამისად აღსრულებას უნდა გაიზარდო. ხუთმა გადიზრდება ჯარიმების რაოდენობა იმ პირებზე, რომლებიც საგზაო მონიშნებს არ გაითვალისწინებენ და ქუჩაში თვითნებურად იმოძრავებენ. ამ შემთხვევაში სანქცია 10 ლარის ნაცვლად 50 ლარი ხდება. უზრუნველყოფს თუ არა ეს და კანონის სხვა მუხლების საგზაო უსაფრთხოების დაცვას. ჩვენმა გადამღებმა ჯგუფმა მოქალაქეთა მოსაზრებები ჩაწერა. გაამკაცრონ კანონი კიდე მძღოლებზე, ნასვამებზე, სიჩქარეზე და მოწეულებზე და ესეთ იმას. მაგას მივესალმე. და თვითონ თუ დაგირღვევიათ ხოლმე? ალბათ კი. იმიტომ რომ ხან ესე იმას გადამიკვეთი. კი. და ჯარიმები მკაცრდება. და თქვენი აზრით რა პასუხისმგებლობის წინაშე დგანან ქვეითად მოსიარულეები? არა, ხშირ შემთხვევაში ქვეითად მოსიარულეს მეტი პასუხისმგებლობა აქვს აუცილებლად. აუცილებლად. ყველამ უნდა აკონტროლოს და წესრიგი დაიცვას. თვით შეგნება სანამ არ იქნება უმაღლეს დონეზე, მანამ არაფერი არ შეიცვლება. კანონის ავტორები კი აცხადებენ, რომ ცვლილების მიზანი არა ხალხის დაჯარიმება, არამედ დარღვევების პრევენციაა. ჩვენი მიზანი არ არის ჯარიმები, რომელიც იზრდება და მეც გადახდა. ჩვენი მიზანი არის პრევენციული ხასიათის ზომების მიღება. სტატისტიკის მიხედვით გასულ წელს საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად 101 ფეხით მოსიარულე გარდაიცვალა. 2025 წლის პირველ კვარტალში კი 50. როგორც სპეციალისტები ამბობენ, მარტო სანქციების გამკაცრებით ვერ მოხდება სიცოცხლის გადარჩენა, უნდა მოხდეს ურბანული სიჩქარეების დაბალანსება. აუცილებელია ასევე ქულათა სისტემის გადახედვა და ის, რომ ვიდეო ჯარიმების სიჩქარეზე ქულებს მიებას. 2026 წლიდან სახელმწიფო ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში გზის ზედა ფენის დაგებისთვის მოდიფიცირებული ასფალტო-ბეტონის გამოყენება სავალდებულო გახდება. ასეთია ახალი რეგულაცია, რომელიც საავტომობილო გზების დეპარტამენტმა უკვე დაანონსა. აღნიშნულ საკითხზე კერძო სექტორთან შეხვედრა რამდენიმე დღის წინ გაიმართა. ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილესთან ვახუშტი ბაგრატიონსა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარესთან ლევან დარახველიძესთან ერთად გზების მშენებელი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე მთავარი განსახილველი თემა იყო სამინისტროს გადაწყვეტილება 2026 წლიდან ამოქმედდეს გზების მშენებლობა რეაბილიტაციის მოდიფიცირებული ასფალტის გამოყენების მოთხოვნა. სამინისტროს მესვეურები განმარტავენ, რომ მოდიფიცირებული ასფალტი მნიშვნელოვნად აუმჯობესებს გზის საფარის გამძლეობასა და მდგრადობას, როგორც მაღალი ტემპერატურის, ისე ყინვის პირობებში. ის უკეთ ეწინააღმდეგება კლიმატურ და მექანიკურ დატვირთვებს, ამცირებს ბზარების წარმოქმნის რისკს, ზრდის გზის ექსპლუატაციის ვადას და უზრუნველყოფს სატრანსპორტო საშუალებების უკეთ მოჭიდებას, რაც მძღოლების უსაფრთხოებასაც უწყობს ხელს. კავკასიის ინფრასტრუქტურის ტექნოლოგიების დირექტორი ტიტე ჯიშიაშვილი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მოთხოვნის დაწესება, არამედ სტანდარტების მკაფიოდ გაწერა. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ რეგულაციას თანმდევს ტექნიკური ზედამხედველობის მექანიზმები, რათა საბიუჯეტო სახსრებით განხორციელებული პროექტების ხარისხი არ დადგეს ეჭვქვეშ. 2026 წლიდან
მოუწევთ ზედაფენის ასფალტის მოწყობა მოდიფიცირებული ტექნოლოგიით. ეს არის ძალიან ზოგადი, ესე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ მოდიფიცირებაში იგულისხმება ნებისმიერი სახის გაუმჯობესება, ნებისმიერი ტიპის, იმიტომ რომ ასფალტის მიმართულებით არსებობს ძალიან ბევრი რისკები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მისი დაზიანება. შესაბამისად, უნდა იყოს ჩემი აზრით უფრო მეტად კომპლექსური თუ რას გულისხმობს ეს მოდიფიცირება, იმიტომ რომ შესაძლებელია ერთმა კომპანიამ ჩათვალოს მოდიფიცირება კონკრეტული ტექნოლოგიით გაუმჯობესება, მეორემ სხვა და საბოლოო ჯამში ბაზარზე შესაძლებელია გამოიწვიოს ძალიან ბევრი ფალსიფიცირებული პროდუქტის შექმნა, რომელმაც საბოლოო ჯამში ვერ უზრუნველყოს ის გამოწვევები, რის წინაშეც რეალურად ჩვენ ვდგავართ. რა თქმა უნდა, ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს შეუწყობს ხარისხის განვითარებას, მით უმეტეს ზედაფენებში, რომელიც პირველადვე მალევე ჩანს თვალით, როდესაც გავივლით ახლად შესრულებულ გზაზე, მალევე ჩნდება ზედაპირზე დაზიანება, თუმცა ხშირ შემთხვევაში საგზაო სამოსზე წარმოქმნილი დაზიანებები მომდინარეობს არა ზედაფენიდან, არამედ საფუძვლიდან ან მისი ქვედაფენიდან და საერთოდ არ აზღვევს, ეს უბრალოდ აუმჯობესებს მის სიცოცხლის უნარიანობას და გარკვეულწილად ზრდის მის საექსპლუატაციო ვადას, ანუ მის ხანგრძლივობას. აღნიშნული რეგულაცია 2026 წლიდან ამოქმედდება, მიზანი კი მძღოლთათვის უსაფრთხო გადაადგილების სტანდარტების შემუშავებას ახალდება. განსაკუთრებულად სასიხარულოა ჩემთვის, რომ მაქვს შესაძლებლობა ვისაუბრო საქართველოში ჰეპატიტებთან ბრძოლის წარმატებულ გამოცდილებაზე და პრაქტიკაზე, რისი ფუძემდებელიც გახლავთ ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი ამ წარმატებისა ბატონი თენგიზ ცერცვაძე. მინდა განსაკუთრებულად აღვნიშნო ის დიდი დამსახურება, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას აქვს ამ მიმართულებით, ძალიან დიდი წარმატება ჰეპატიტებთან ბრძოლის საქმეში. საქართველოში ამ დროისთვის ათეულობით 1000 ადამიანი, თითქმის 100,000 ადამიანი არის განკურნებული სრულად იმ ვერაგი დაავადებისგან, რასაც ქვია C ჰეპატიტი. აქტიურ ფაზაში შედის B ჰეპატიტთან ბრძოლა და ვფიქრობ, რომ ეს ნიშნავს თითოეულ ასეთ კონკრეტულ შემთხვევაში უფრო მეტ გადარჩენილ სიცოცხლეს, უფრო მყარ ჯანმრთელობას, რასაც უსურვებ კიდეც მთლიანად საქართველოს. 2015 წელს საქართველოში დაიწყო C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, რომელსაც 2024 წელს უკვე B ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამა დაემატა. მნიშვნელოვანია ის წარმატებები, რაც საქართველოს აქვს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში, სადაც განკურნების მაჩვენებელი არის უპრეცედენტოდ მაღალი 99%-მდე და იმედი გვაქვს, რომ ამ ახალ პროგრამასთან ერთად საქართველოს შეძლებს ჰეპატიტების ელიმინაციის მიღწევას. Georgia is known as a leader in the region in hepatitis elimination, and over the years the country has demonstrated a lot of commitment and innovations and innovative approach in this regard. I would end by two messages to the general population. Please test for hepatitis B and C. It is extremely important and it could be the first step in initiating a life-saving treatment that will prevent you from getting liver cirrhosis and liver cancer. And the second one is extremely important, and all the newborns get the first hepatitis B vaccines in the first 24 hours after the birth. This will lead to a new generation free of hepatitis in Georgia. კოლოსალურია ბატონ თენგიზის დამსახურება ჰეპატიტის ხრივ. თუ მომავალში ჩვენ შევძლებთ, რომ საქართველო იყოს ჰეპატიტის გარეშე, ეს იქნება ძალიან კარგი და პროგრამა, რომელიც საქართველოში ხორციელდება და რომელიც მხარდამჭერი არის სახელმწიფო ჯანდაცვის სამინისტრო და სრულიად საქართველოს სამედიცინო საზოგადოება, ამ საკითხის დაძლევაში ალბათ მაღალ მაჩვენებლებს მიაღწევს. 2025 წლის ივნისის მდგომარეობით იპოთეკური სესხები კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების საერთო მასის მხოლოდ 18.9% შეადგენს. მაშინ, როდესაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 19.7 იყო. ეს ნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ სესხების მოცულობა იზრდება, იპოთეკის წილი საერთო კრედიტებში მცირდება.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, წლიური ჭრილით იპოთეკური სესხების ზრდა 10.24 მიასედია, ხოლო თვიური ზრდა 1.6 მიასედი. ციფრებში ეს ასე გამოიყურება. 2025 წლის ივნისისათვის ბანკების მიერ გაცემული სესხების მთლიანი მოცულობა 66.24 მილიარდ ლარს აღწევდა. ამ თანხებიდან 12.52 მილიარდი ლარი სწორედ იპოთეკურ სესხებზე მოდის. შედარებისთვის 2024 წლის ივნისში იგივე პერიოდის მონაცემებით საქართველოში მოქმედმა ბანკებმა 57.3 მილიარდი ლარის სესხები გაასესხეს. საიდანაც იპოთეკის წილი დაახლოებით 11.3 მილიარდ ლარს შეადგენდა. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ იპოთეკური დაკრედიტება ნომინალურად იზრდება, თუმცა სხვა ტიპის სესხების მოცულობის ზრდასთან შედარებით უფრო ნელი ტემპით. დეტალურად რომ განვიხილოთ 2025 წლის ივნისის მდგომარეობით, იპოთეკური სესხებიდან დაახლოებით 86%, ანუ 10.7 მილიარდი ლარი საცხოვრებელი უძრავი ქონების დაფინანსებაზე მოდიოდა. კომერციული უძრავი ქონება ამავე პერიოდში 9.6%-ით არის დაფინანსებული, რაც მოცულობით 1.2 მილიარდ ლარს შეადგენს. დარჩენილი მცირე წილი კი სხვა ტიპის უძრავ ქონებაზე მოდის. სპეციალისტების შეფასებით მიუხედავად იმისა, რომ მოთხოვნა უძრავ ქონებაზე მაინც მაღალია, სხვა ტიპის სესხების, მათ შორის მომხმარებლური და ბიზნეს სესხების აქტიური ზრდა იპოთეკის წილს აშკარად ამცირებს.